iOS 26.5.1 უკვე ხელმისაწვდომია და გაიგი ამ ვიდეოდან განახლდე თუ არა. მოკლედ განახლებას ვამოწმებთ ჩვეულებრივად, შევდივართ setting-ებში, შემდეგ general-ში, რა თქმა უნდა, გადავდივართ software update-ში და ვნახულობთ გვაქვს თუ არა რაიმე ტიპის განახლება. თუ განახლება არ ჩადიხართ automatic update-ში, გამორთავთ, ჩართავთ და გაუცილებლად გამოჩნდება განახლება. შეგყავთ თქვენი passcode-ი, ელოდებით და რა თქმა უნდა, გადმოიწერს და დაინსტალირებს. დაინსტალირების შემდეგ lock screen-ზე მიიღებთ ინფორმაციას, რომ თქვენი სისტემური განახლება უკვე დაინსტალირდა. განახლება აუცილებელი არის iPhone 17 სერიის მომხმარებლებისთვის, ხოლო სხვები თუ ხართ 26.5-ზე, შეგიძლიათ განახლდეთ. თუმცა თუ არ განახლდებით, არაფერი არ დაშავდება. მოკლედ, რა სიახლეები გვაქვს? სიახლეები გვაქვს არც თუ ისე ბევრი. თავარი არის ის, რომ განახლების შემდეგ შევიდეთ და შევამოწმოთ App Store-ში გვაქვს თუ არა რამე აპლიკაციის განახლება და განვახლდეთ, იმიტომ რომ ფუნქციონალში არ შევიზღუდოთ და რაც მთავარია, პერფორმანსი შედარებით გაუმჯობესებულია, ვიდრე ეს იყო მაგალითად 26.5-ის შემთხვევაში, ხო? ეხლა ნახეთ, ეს არის 26.5.1 და როდესაც ის დაინსტალირდა და სანამ ინდექსაციას გადიოდა, ასე რომ ვთქვათ, იქ ძალიან დაბალი იყო, თუმცა ინდექსაციის შემდეგ ის უფრო მაღალია, ვიდრე 26.5-ზე გვქონდა. ასევე პერფორმანსი ძალიან კარგია, არაფერი არ ჭედავს, ბატარეაც კარგად მუშაობს, ყველაფერი არის კარგი. ახლა კი ვისაუბროთ iOS 27-ზე, როგორც იცით, ორშაბათს 8 ივნის გამოდის ახალი iOS 27 და ეს არის მისი ახალი დიზაინი, რომელიც გვპირდებიან ლიქერები, რომ ასე გამოიყურება, გვექნება ახალი ფუნქციები, როგორიც არის Photo Expand-ი, Magic Eraser-ი, Siri იცხოვრებს Dynamic Island-ში ზემოთ და აღარ იქნება ის მთელს ეკრანზე გაშლილი. კამერაში შეგვეძლება ჩვენი widget-ების დამატება და შეგვეძლება რომ მოვარგოთ ჩვენს გემოვნებას, ასე რომ ვთქვათ. ნახეთ ახლა ას არის ყველა ის iPhone-ი, რომელსაც აქვს iOS 27-ის მხარდაჭერა, სამწუხაროდ წელს დავკარგეთ iPhone 11 სერია, არც iPhone 11, არც iPhone 11 Pro და 11 Pro Max-ი ვერ მიიღებენ iOS 27-ს. და ეს არის ნამდვილად დასასრული ამ ლეგენდალური iPhone-ებისთვის. მოკლედ, დღეისათვის სულ ეს იყო. ხვალ არ დაგავიწყდეთ WWDC-ის ყურება და ყველა სიახლის ერთ სივრცეში გაცნობა. დროებით დაგიბრუნდებით ხვალ უკვე ახალი iOS 27-ის განხილვით. დროებით